ჩემი შვილი ხდებოდა 3 წლის, როცა შევამჩნიეთ, რომ დაიწყო ძალიან უცნაური სიმპტომები. მაგალითად, მუცლის ტკივილი უმიზეზოდ, არეძინა მშვიდად, უმიზეზო ღებინება. მივიყვანეთ ჩვენს ძალიან კარგ პედიატრთან, რომელმაც რაღაცა გარკვეული ანალიზები დაგვინიშნა და მათ შორის გლუტენთან დაკავშირებული ანალიზებიც. გლუტენთან დაკავშირებული მაჩვენებელი ძალიან მაღალი აღმოჩნდა. ჩვენ გადავამოწმეთ დამატებითი კვლევით და დადასტურდა ცელიაკია. ოღონდ ექიმისგან რომ გამოვედით, იმდენად წარმოდგენა არ ქონდა ცელიაკიის და გლუტენის შესახებ, რომ დავგუგლეთ. მერე იყო კონსილიუმები, გადამოწმებები, როგორც ხდება ხოლმე მცირედი ისტერიები. აი ეს ყველაფერი გრძელდებოდა, სანამ მივხვდით, რომ ამაში საგანგაშო არაფერი არ იყო. პირველი რაც გავაკეთეთ, გადავყარეთ ყველაფერი, რაც ზუსტად ვიცოდით, რომ შეიცავდა გლუტენს, ან აი დარწმუნებულები არ ვიყავით. გავრეცხეთ თავიდან ჭურჭელი, გადავყარეთ ღრუბლები, გავხეხეთ ნიჟარა. ასევე გვინდოდა რომ ღუმელიც გაგვეხეხა, მაგრამ არც გლუტენიანი ცომეულის ცხობით ვიყავით დაკავებული, ამიტომ ღუმელი ხელუხნებელი დარჩა, იმიტომ რომ მაშინ ფაქტობრივად არაფერი არ იყო მომზადებული. გავარკვიეთ, რომ ბავშვმა 6 თვეში ერთხელ უნდა გადაიმოწმოს თავისი ანალიზები და გადავიდეს სრულად უგლუტენო კვებაზე. ცელიაკიის შემთხვევაში უგლუტენო დიეტა არის ერთადერთი წამალი. სხვა არავითარი მედიკამენტი ან ბიოპსია ამ შემთხვევაში საჭირო არ ყოფილა. ამის მერე დავიწყეთ გარკვევა, რა და როგორ უნდა ეჭამა. ერთი ვარიანტი იყო, რომ მისთვის გამოგვეყო ცალკე ჭურჭელი და მოგვემზადებინა ცალკე საკვები, მაგრამ ჩვენ გავიმარტივეთ საქმე და უბრალოდ სახლიდან გავაქრეთ ყველაფერი, რაც გლუტენს შეიცავდა. რაც შეეხება კონკრეტულად კვების საკითხს, ეხლა ეს 1 საათიანი დოკუმენტური ფილმი რომ არ გამოვიდეს, შემდეგ ვიდეოებში შევეცდები მაქსიმალური ინფორმაცია მოგეწოდოთ გლუტენის, ცელიაკიის და ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის კვების შესახებ.